თავი მეოთხე ეხება ოპერაციებს, მნიშვნელოვან ოპერაციებს, ანუ ძირითადად ფანჯრებს, უჯრებს და სვეტს, ტრიქონებს და სვეტებს. პირველ რიგში მოდით დავიწყოთ განხილვა ყველაზე მარტივი ღილაკებით, რომელიც გახლავთ მინიმიზაცია, მაქსიმიზაცია ან აღდგენა მაქსიმიზაციის და დახურვის ღილაკები. ეს რა თქმა უნდა ნაცნობია ჩვენთვის ყველა Office-დან და ყველა Windows-ის ბრძანებებიდან. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Excel 2003-ის შემთხვევაში თუ ვხურავდით ჩვეულებრივ X ღილაკით, გარეთა X-ით Excel-ის ფაილებს, ყველა Excel-ის ფაილი იხურებოდა, თუმცა დღესდღეობით მხოლოდ ერთი ფაილი იხურება, ისე როგორც Word-ის პროგრამაში გახლავთ. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებებს, შემდეგი ბრძანება გახლავთ ზომის ცვლილება და გადაადგილება ფანჯრების. მოდით ვნახოთ რას გულისხმობთ, ანუ რა თქმა უნდა ცხადია იგულისხმება დახურვა მინიმიზაციის რეჟიმიდან, ანუ აღდგენის რეჟიმში და მისი უბრალოდ ზომების ცვლილება მარჯვნივ, მარცხნივ და ასე შემდეგ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ გვაქვს ასევე ფუნქცია, რომლის დახმარებითაც view menu-ში ვირჩევთ ბრძანებას arrange all ღილაკით და ვირჩევთ სხვადასხვა შემადგენლობას. მაგალითად, მოდით ვნახოთ vertical, OK და როგორც ხედავთ, ეს ორი ფანჯარა იყოფა ესე ვერტიკალურად. ვნახოთ ასევე Windows of Active Workbook-ი ნიშნავს, რომელიც არის აქტიური, ის გახსნეს მთელს ფანჯარაზე. ასევე ჰორიზონტალური შეგვიძლია მიუთითოთ, აი ამ ფორმით ორი Excel-ის ფაილი ნაწილდება, ან ორჯერ ჩქარა დაკლიკებით, რა თქმა უნდა, ის სვლიანად ფართოვდება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ Control Tab ღილაკის გამოყენებით შესაძლებელია გახსნილი ფანჯრების, Excel-ის გახსნილი ფანჯრების გადართვა, ხან ერთის, ხან მეორესი. რაც შეეხება ფანჯრის დახურვას, არა მხოლოდ დახურვის ამ ღილაკს ვიყენებთ, შეგვიძლია გამოვიყენოთ Office button-ში ბრძანება Close და ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ Control W ღილაკები. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მდგევართ გააქტიურებულ Excel-ის ფაილზე და გვინდა შიგნით შიტების გადათამაშება, ანუ გადასვლა კლავიატურით, მაშინ ვიყენებთ Control Page Ups და Control Page Down ღილაკებს და როგორც ხედავთ, ქვემოთ შიტ 1, შიტ 2, შიტ 3 ერთმანეთისგან იცვლება. აქვე მინდა ვთქვა ახალი შიტის დამატების შესახებ. ახალი შიტის დამატება ხდება დაჭერით Insert Worksheet sheet ზე ხელის დაჭერით, თუმცა Shift F11 ღილაკითაც ანალოგიური ბრძანებაა. მარჯვენა ღილაკით Insert და შემდეგ Worksheet-იც ასევე ანალოგიური ფუნქციაა და ახალი Worksheet-ი ემატება. რაც შეეხება Worksheet-ის წაშლას, ესეც ასევე მარტივი პროცედურაა. მარჯვენა ღილაკით Delete ბრძანებას აწვევით და ის ავტომატურად წაიშლება. ოღონდ აქ შეკითხვა აღარ გამოდის, გსურთ თუ არა მისი წაშლა. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ეს გახლავთ სახელის გადარქმევა. თუ ჩვენ გვჭირდება რომ სახელი გადავარქვათ, მაშინ მარჯვენა ღილაკით ვაძლევთ ბრძანებას rename ან delete წაშლის შემთხვევაში და ვარქმევთ სახელს, მაგალითად გიო. Enter-ი და ბრძანება შესრულებულია. აქვე დავამატებ, რომ თუ თქვენ არ გჭირდებათ Excel-ში არსებული ახალი დოკუმენტის რო 3 შიტი, შეგიძლიათ Workbook Excel option-ში მიუთითოთ, რომ include this main sheet იყოს არა 3, არამედ ან მეტი ან ნაკლები, გააჩნია რაც გნებავთ. მოკლედ, სახელის გადარქმევას უბრუნდები და მინდა შეგახსენოთ, რომ სახელის გადარქმევის დროს ორი წერტილი, დახრილი მარჯვნივ ან მარცხნივ ხაზები, კითხვის ნიშანი და ვარსკვლავი არ შეიძლება. ეს ბრძანებები გამოიყენება სხვა დანიშნულებით, ასე რომ მათ სახელებში ვერ ჩავწერთ. რაც შეეხება ფერს, ჩვენ შეგვიძლია თურმე tab color-ის ბრძანების დახმარებით ან more color ბრძანების გამოძახებით ავირჩიოთ და tab sheet-ს მივცეთ ფერი. აი როგორც ხედავთ, გადასვლის დროს sheet-ი იცვლის ფერს. ასევე შეგვიძლია მოვახდინოთ range, ანუ გადაადგილება. მარჯვენა ღილაკით მივცეთ ბრძანება move or copy და წინასწარ განსაზღვროთ რა გვჭირდება. თუ ჩვენ გვჭირდება დოკუმენტში კოპიო ასლის გაკეთება შიგნით, ვაძლევთ უბრალოდ create a copy. OK-ს ვაწვევით და როგორც ხედავთ, მივიღეთ GIO 2. თუ ჩვენ გვინდა მისი გადატანა სხვა დოკუმენტში, მაშინ არ ვაძლევთ create copy, უბრალოდ move კეთდება, ვუთითებთ რომელ ფაილში გვინდა წასვლა.
ჩამოშლის შემთხვევაში ვივხედავთ, რომ არის სამი ვარიანტი. ერთი book 2, ანუ ფაილები, რომლებიც გახსნილია მიმდინარე სიტუაციაში და new book-ი, ანუ სრულიად ახალი წიგნი. მოდით ვნახოთ ახლა book 1-ში, რადგან ვართ book 2, მივცეთ move to end, okay და ნახავთ, რომ book 1-ში აღარ არის გიოს ასლი და არის გიო 2 მხოლოდ და მხოლოდ ამ ფაილში. როგორც მიხვდით, გადმოტანა ფაილის მოხდა ძალიან შიტის მოხდა ძალიან მარტივად. რაც შეეხება შიტის დამალვას, ვაძლევთ მას მარჯვენა ღილაკს, ბრძანება hide და დაიმალება. მარჯვენა ღილაკით unhide ბრძანებით გამოჩნდება სია დამალული შიტების, დავაწვევით ორჯერ ჩქარა ან ერთხელ და okay და გამოჩნდება. რაც შეეხება ტექსტის ეკრანის ჩვენებას, ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ კონტროლით და მაუსის რგოლით ან პროცენტული მაჩვენებლით ეკრანზე გამოსახულების სიხშირე, ანუ რამდენად ახლოს ან პირიქით პატარაზე ჩანდეს. ეს ბრძანება ასევე კეთდება view და zoom ბრძანების დახმარებით. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებას, ეს გახლავთ ბრძანება შედარება, ანუ ეგრეთ წოდებული compare. როდესაც თქვენ ორი ფაილი გაქვთ, დაუშვათ მოგრძო ზომის, ანუ აი ესე მაგალითად და გვინდა რაიმის შედარება გავაკეთოთ სხვა ფაილთან. მოდით ვნახოთ მაგალითად ბრძანება view side by side. ხედავთ, რომ მეორე ფაილიც იხსნება აქვე, მაგალითად აი ეს geo და მოდით ვნახოთ შედარება. ანუ უბრალოდ დავძრავთ და ნახავთ, რომ პარალელურად იქაც A, B და ასე შემდეგ იცვლება, ანუ სტრიქონების რაოდენობა თუ სვეტების რაოდენობა. მოკლედ აქ მთავარი სანახავი გახდათ ის, რომ არ არის აუცილებელი ერთი და იგივე ინფორმაცია იყოს შიტებზე. სხვადასხვა ინფორმაცია, უბრალოდ ორი ფაილი, ორი ერთნაირი შიტები, ანუ საუბარია შიტები ყველა ერთნაირია, იმიტომ რომ ყველგან სვეტები და სტრიქონებია. უბრალოდ მოძრაობის დროს ერთმანეთს ედარება. ასევე შეგიძლიათ გაუთიშოთ ეს view step by step-ი და შესაბამისად უკვე შედარება აღარ იქნება. არსებობს ასევე სპლიტი. სპლიტი ხდება ან აქედან, ან უბრალოდ კლავიშატურაზე ირჩევთ აი ამ ღილაკს. ერთი, ესე და მეორე სპლიტი გახლავთ უკვე საშუალება აი ესე. ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ განხილვის სხვადასხვა შესაძლებლობები. მოკლედ შეგიძლიათ ამოძრაოთ ეს ყველაფერი პარალელურად და დაინახავთ ნებისმიერი ცვლილება ისახება ყველა ნაწილში. თუ რომელიმე სპლიტის გაქრობა გინდათ, მიიტანეთ კიდეზე და ის ავტომატურად გაქრება. ან რა თქმა უნდა აქ სპლიტს გაუთიშავდით. ასევე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ბრძანება გახლავთ პირველი ზოლისა და რომელდენიმე სვეტის დარჩენა და მუდმივად გამოჩენა. მოდით ამისათვის შევქმნი მე კონკრეტულ ფაილს. ასე მაგალითად ჩამოვწერ თვეებს, ანუ gen მაგალითად და მივცე მას აქეთ გამოსვლის ესეთ საშუალებას, ოღონდ ბევრს სადია, კი ბატონო, როგორც ხედავთ არის ბევრჯერ მოხსენიებული. ასევე დავწერ მე წლებს 2000 წლიდან მაგალითად დღემდე, ასე მაგალითად 2000 და გავზრდი ამ 2000 მე 2015-ის ჩათვლით, შევიყვან მონაცემებს, დაუშვათ რაღაცას და მე მოკლედ მაქვს ეს შემდეგი ესეთი ამოცანა. მე მაინტერესებს 2010 წლის პრინციპში აქ არასწორია გაკეთებული, იმიტომ რომ თვეები მეორდება რამდენჯერმე, ხო, მაგრამ ნუ მოდით ესე პირობითად ვნახოთ, ესეთი რამ გავაკეთოთ. მაშინ დავწეროთ დღევანდელი თარიღი, ანუ shift-ი და ვწერთ control და წერტილ მძიმე, აი ესე. გამოვწიოთ აი ესე. და როგორც ხედავთ, მივიღეთ თარიღები. სვეტებს მოვნიშნავ. ეს აი თარიღები. მე მაგალითად მაინტერესებს კონკრეტულ რომელიღაცა თარიღში რა მოხდა 2010 წელს და აქ ჩამოვწერ უკვე მაგალითად კომპანიის სახელებს, ან სკოლების სახელებს. დავუშვათ ავიღოთ CSB, CSL, CSM, CST, CSG და CSH და CTS და ასე შემდეგ. მოკლედ, მოდით ახლა ეს დავატრიალოთ, ასე ვთქვათ. აი ასე, კი ბატონო და პარალელურად მივცემ შემდეგ შესაძლებლობებს. დავუშვათ ეს უჯრედული ამ უჯრის
ასე დავწეროთ, მე ეს ჩამოვწიოთ, მე ეს ესე გავწიოთ. ნახოთ რაღაცას მივიღებთ. მივიღეთ ნოლები. კი ბატონო, აი ესეთი შედეგები, თუმცა ჩვენ სრულად გვაკმაყოფილებს რაღაცა დიდი ცხრილი გვაქვს. მოკლედ მე მაინტერესებს ვნახო 2007 წელს CSB-ს ცხადია, რა ხდებოდა დაუშვათ უფრო იქით, რაც აქეთ არ ჩანს. თუ მე ესე მაუსით გავწევ და აღმოვაჩენ, რომ დავინახავ იმ ნაწილს, მაგრამ გაქრა ეს მეათე ხაზის სათაური. შესაბამისად, თუ ბევრი მონაცემია ქვემოთ, სტრიქონის ზედა ნაწილიც ქრება. მოკლედ ჩემი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მივცე შემდეგი რამ. მივცე ბრძანება freeze. freeze pain-ის შემთხვევაში გვაქვს ბრძანება freeze top row. top rows კი გავყინავ, მაგრამ როგორც ხედავთ, პირველი ხაზი ისედაც არ გამომიყენებია. მე რომ მივცე ბრძანება freeze first column-ი, კი ბატონო, გაიყინება და ნახეთ შევდივარ, მაგრამ ვერ ვხედავ ეს სკოლა, რომელი სკოლებზეა საუბარი. ასე რომ ესე იგი მთლად პირველი ხაზისა და პირველი სვეტის გაყოფა ყოველთვის საკმარისი არ არის. ამიტომ თუ მე მჭირდება კონკრეტული რაღაცეების გაყინვა, ან freeze ვაძლევ, ვდგები საჭირო უჯრაზე, რომლის ზემოთ და მარცხნივაც მინდა გაყინვა. ვაძლევ ბრძანებას freeze pain-ი. და როგორც ხედავთ, გნებავთ გვერდზე გამოწიეთ და ხედავთ სულ ამ სკოლებს ჩამონათვალს, გნებავთ ქვემოთ დაწიეთ. ყოველთვის ჩანს თარიღი და სწორედ მარტივად მივაგნებთ იმ თარიღს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და იმ სკოლას, რომელიც ჩვენ გვინდა და ვნახავთ რა შედეგი იყო კონკრეტულად ამ დროისათვის. იმედია მაგალითი გასაგებია, შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენთვისაც რაიმე კონკრეტული მაგალითი მოიფიქროთ და გამოიყენოთ. ამის გარდა მე მინდა გავაგრძელო საუბარი ბრძანებაზე, რომელსაც ქვია new window. new window-ზე ხელის დაჭერის დროს იგივე ფანჯარა იხსნება მეორე რეჟიმში. ანუ რისი თქმა მინდა, ნახეთ book 2 book 2 გნებავთ აქეთ ფანჯარაში მოახდინეთ ცვლილებები. ისინი პარალელურად ცალ-ცალკე მოთავსებულები არიან და ნახეთ აი ისახებიან. ასე მაგალითად ეს დავწეროთ აქ 1-1-1 და ნახეთ პარალელურად აქეთაც უკვე შევსებულია. მოკლედ ერთი და იგივე ფანჯარაზე შეგიძლიათ ორგან იმუშაოთ. ეხლა ეს რისთვის არის საჭირო? დავუშვათ, თქვენ შეგიძლიათ აპატარაოთ ეს ფანჯრები, აი ამ რეჟიმში, მაგალითად ესე. დავუშვათ და მოდით ნახოთ ესეთი რამ. მაგალითად arrange horizontally vertically. ანუ ნახეთ ერთი მაგალითად სრულიად დავხუროთ, რომელიც არ გვჭირდება და საუბარია რომ ეს არ გვჭირდება და ნახეთ მივიღეთ ესეთი რაღაცა. ერთი და იგივე ფაილს ვუყურებ ორ ნაწილად, სრულიად სხვადასხვა შიტებზე ვდგევარ. აქეთ ხედავ ამ შიტებს და აქეთ ხედავ ამ შიტს. ანუ შესაძლებელია რომ მე გამოვიყენო სრულიად სხვადასხვა მიზნებისათვის ერთი და იგივე ფაილი. უბრალოდ დავხურავ და ეს ავტომატურად აისახება ერთ კონკრეტულ ფაილზე ყველაფერი. შემდეგ საკითხს რაც შეეხება, ეს გახლავთ უკვე უშუალოდ სვეტებისა და სტრიქონების ამოშლა. მაგალითად მოვნიშნავ სვეტს, დავადგები მარჯვენა ღილაკს, მივცემ delete ბრძანებას, წაიშალა სვეტი. ცხადია მონაცემები დაიკარგებოდა, იმიტომ ფორმულებია ჩამჯდარი. თუ მინდა რამოდენიმე მოვნიშნავ მათ რამოდენიმეს, მარჯვენა ღილაკი delete და წაიშლება ეს სვეტები, იმიტომ რომ თარიღი ხედავთ 12-დან 18-ზე გადახდება. ასევე მინდა ვნახოთ სვეტის წაშლაც, მარჯვენა ღილაკი delete და როგორც ხედავთ სტრიქონიც და სვეტიც ანალოგიურად იშლება. მოდით ვნახოთ შემდეგი ბრძანება. ეს გახლავთ უკვე ბრძანება, რომელსაც ქვია მათი ზომები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ view menu-ში გვაქვს ბრძანება ფორმატი, სადაც არის row height-ი, სადაც ზომის მითითების შემთხვევაში იზრდება სტრიქონის რაოდენობა, ზომა უბრალოდ. თუ ჩვენ გვაქვს format menu-ში auto fit row, ამ შემთხვევაში უკვე მთლიანად დაალაგდებიან ყველა თავის საწყის ზომაზე. ვაგრძელებთ ამ თავს, ისე იგი ჩვენ საუბრობდით შემდეგ საკითხზე. ეს გახლდათ ფორმატირებაში ბრძანება auto-fit-ი. მოდით ნახოთ column wide-ი, რომლის დახმარებითაც ასევე ანალოგიურად შეგვიძლია გავზარდოთ კონკრეტული სვეტი, რომელზედაც ვდგევართ, ან თუ მივცემთ ბრძანებას
auto fit column wide ყველა დადგება თავის მინიმალურ აუცილებელ ზომამდე და მოდით ვნახოთ კიდევ შემდეგი რამ რა შეიძლება მოხდეს სრული მონიშნვით თითოეულის ზომის ცვლილებით ავტომატურად ყველა თანაბარ ზომას იყენებს ასევე არის სვეტების შემთხვევაშიც ან ორჯერ ჩქარა დაკლიკებით ისინი დგებიან თავიანთ მინიმალურ ზღვარზე format cells menu-ში ასევე არის default wide ანუ საწყისი ზომა ბრძანება hide და hide სადაც არის hide row hide column hide sheet ან hide row ან hide column-ი მოდით ვნახოთ მოვნიშნავ მარჯვენა ღილაკით მივცემ hide და დაიმალება ბოლოდ ორივე უნდა მოვნიშნო და მარჯვენა ღილაკით მივცე unhide და გამოჩნდება სვეტები ასევე არის ტრიქონების შემთხვევაშიც ბრძანება rename უკვე ვიცით move or copy sheet-ი ვიცით tab color-ი ვიცით და ბრძანება format cells-იც ასე თუ ისე განხილული და მასწავლი გვაქვს რაც შეეხება შემდეგ ბრძანებებს განვიხილავთ უკვე შემდგომ თავებში ან ამითი მეოთხე თავი დამთავრებულია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენ გავიარეთ view menus აი ეს zoom ნაწილი და windows ნაწილი ასე თუ ისე ასევე გავიარეთ home menu-ში ბრძანება format menus-ში ვფიქრობ თქვენთვის გასაგები იყო მოდით ვნახოთ რა იქნება შემდეგ თავში